რა არის რეალური გამოსავალი? რა უნდა გაკეთდეს მაშინ, ხო იცი? თუ აკრიტიკებ, მაშინ გამოსავალიც უნდა შესთავაზო, ხო მასეა? რა არის გამოსავალი? ცხადია პირველ რიგში ეს რეფერენტული ფასების რეგულაცია კარგია, ოღონდ რეალური რეფერენტული ფასები უნდა იყოს. თვით ღირებულებასთან მიახლოებული უნდა იყოს. არ შეიძლება 1 ლარიანი წამალი იყიდებოდეს თუნდაც 2 ლარად. მინიმალური რენტაბელურობა უნდა დაუწესდეს ამ შემთხვევაში თუნდაც კერძო სექტორს. რატომ? იმიტომ რომ საფთიაქო ქსელი, ჯანდაცვა ეს არ არის სტანდარტული ბიზნესი. ეს არის სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის სათუთი და მნიშვნელოვანი დარგი. მოსახლეობის ჯანდაცვა, მოსახლეობის განათლება, უსაფრთხოება, თავდაცვა, აი მაგ კატეგორიაში ხო, თიზე ჩამოსათვლელი საბაზისო დარგებია, რომ სადაც, მოდი ასე ვთქვათ, მარტო კომერციული ინტერესების დაცვა არ შეიძლება. მარტო კი არა, შეიძლება, საერთოდ არ შეიძლება კომერციული ინტერესები. სრულიად მეორე ხარისხ, მესამე ხარისხოვანი თუ არა. აი უსაფრთხოებას, თავდაცვას, საპოლიციო იმას ჯარი ხო არ შეიძლება კომერციული ინტერესებით განისაზღვროს. პოლიცია ხო არ შეიძლება კომერციული. არავითარ შემთხვევაში, ხო პირიქით იქით ვინახავთ ჩვენ ამ სექტორს. ანალოგიური დამოკიდებულება უნდა არსებობდეს ამ ჯანდაცვასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ შენი მოსახლეობა როგორ გზნობს თავს, კვდება, მრავლდება, პირდაპირ დაკავშირებული. აქ ხო არ არის რაღაც რესტორანის ბიზნესზე საუბარი, ან კვებით ობიექტებზე საუბარი, ან რაღაცა იმაზე, რა ვიცი, გასართო ბიზნესზე, ან ინდუსტრიაზე, აქ საუბარია ჯანდაცვაზე. ამიტომ ეს არის სპეციფიკური სექტორი, სადაც სახელმწიფოს ინტერესები და მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა, ხოლო კერძო კომერციული ინტერესი უნდა იყოს მეორე ხარისხოვანი. აქედან გამომდინარე, არაფერი აქ მარტივი ისა რთული არ არის. მე მათ შორის აი შენ წეღან, როდესაც დაიწყე გადაცემა, აღნიშნე რომ ეს საკითხი მე წამოვჭერი თბილისის საკრებულოში, თუმცა ჯერჯერობით რაღაც დიდი გამოხმაურება მას არ მოყოლია, მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის დაინტერესებული ვარ და მზად ვარ მუშაობისთვის, ნებისმიერ დროს. ძალიან მარტივ რაღაცაზეა საუბარი. თან თავიდან ველოსიპედის გამოგონება აღარ გჭირდება. ანუ არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, საერთაშორისო უზარმაზარი გამოცდილება სხვა ქვეყნების. ჯანდაცვის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მოდელად სოფლიოში ითვლება შვედური მოდელი, რომლის ეს გამოცდილება ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს უკვე საკუთარ რეალობაში გადმოკოპირებული. რას ნიშნავს ახლა ეს შვედური მოდელი? 2009 წლამდე შვედეთში საერთოდ კერძო აფთიაქი არ არსებობდა. არათუ ფასებს სახელმწიფო დღემდე არ რეგულირებს. 2009 წლამდე კერძო აფთიაქიც კი არ არსებობდა. უბრალოდ ვინაიდან შვედეთი არის ევროკავშირის წევრი, ევროკავშირის ბიუროკრატიის, ასე ვთქვათ, ზეწოლით მოხდა გარკვეული შერბილება ამ კანონმდებლობის და 2009 წლიდან კერძო სექტორიც დაუშვეს არსებულ ბაზარზე. თუმცა დღემდე ბაზრის დაახლოებით 1/3 ამ საფთიაქო ქსელების დღემდე არის კერძო კომპანიის სახელმწიფო კომპანიების და სახელმწიფო დაქვემდებარებაში. რაც შეეხება ამ რეფერენტულ ფასებს, კერძო კომპანიებსაც, რაც კი იყიდება აფთიაქებში, კერძო აფთიაქში იქნება ეს თუ სახელმწიფო აფთიაქში, ამ ფასებს თავიდან ბოლომდე ადგენს შვედეთის სახელმწიფო. და რა ვიცი, ხალხი კმაყოფილია, ითვლება ძალიან წარმატებულ მუშა მოდელად, რომლის უბრალოდ გადმოკოპირებაა საჭირო. დღეს კობახიძემაც ილაპარაკა, ჯერ იმით ეს ჩვენ ხომ მაინც ამ ვერ მოვშორდით ამ რაღაც ამ თავისუფალი ბაზრის აი ამ რაღაც კვაზი რელიგიურ წარმოდგენებს და იმით დაიწყო საუბარი რომ ჩვენ ახლა არ დავაზიანოთ ბიზნესი, ანუ რა ბიზნესია უკაცრავად საუბარი. რა მოდი ბიზნეს რას ვეძახით ჩვენ. მოდი ეგეც ვთქვათ. ცხადია ბიზნესი კარგია და საერთოდ ბიზნესმენები ქმნიან დოვლადს და ეკონომიკურ ბრუნვას. მაგრამ რა ბიზნესია საუბარი? უბრალოდ წამლების დისტრიბუციაზე, ხომ ასეა? აქ ხომ არ არის საუბარი რაღაც წარმოებაზე, ხო არ არის საუბარი სოფლის მეურნეობის მოყვანაზე ან რაღაცა რთულ დარგებზე. საუბარია
წამლის დისტრიბუციაზე. ანუ აფთიაქები რას აკეთებენ? სადღაც ერთ ადგილას საზღვარგარეთ ყიდულობენ ერთ ფასად წამალს, მედიკამენტებს და მე ჩვენთან ძვირად ყიდიან. მორჩა. ეს უკაცრავად ბიზნესი რა ბიზნესი, ანუ ამის ჩანაცვლებას ვერ მოახერხებს სახელმწიფო. მაგრამ კაი, ნუ ვიქნებით როგორც შვედეთი 2009 წლამდე, სანამ ევროკავშირი მას აიძულებდა, რომ გარკვეული შერბილება მოხდარიყო საკუთარი მიდგომის. მოდით, ჰიბრიდული მოდელი შევქმნათ. იყოს ეს კერძო აფთიაქები, კი ბატონო, არავის ხელი არ შეუშალოთ, გააგზელონ თავის საქმიანობა. მაგრამ პარალელურად იყოს სოციალური სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული ანალოგიური სააფთიაქო ქსელი, რომლის ფასი იქნება ცხადია მკაცრად რეგულირებული და ზუსტად იდენტური წამალი გაიყიდება, ზუსტად ერთ-ერთი იგივე წამალი გაიყიდება და მედიკამენტი და სხვა საკვები დანამატი, რაც არსებულ კერძო აფთიაქებშია. ერთი ნიუანსით. ფასნამატი, ცხადია ხა ეს თვით სუბსიდიაზე ვერ იარსებებს, ანუ სახელმწიფო ვერ შეინახავს ხა აქ მრავალ მილიარდიან ინდუსტრიაზეა საუბარი, ამიტომ ხა სახელმწიფო უფასოდ ვერ დაურიგებს მოსახლეობას, ხა კომუნიზმი არ მუშაობს, მაგრამ მინიმალური რენტაბელურობით, ანუ მინიმალური ფასნამატით სახელმწიფოს მარტივად შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება და შეღავათიან ფასებში მოსახლეობისთვის მედიკამენტების და სხვა პროდუქციის, რომელიც აფთიაქებში იყიდება, ამის მიწოდება საკუთარი მოსახლეობისთვის. რამე რთულია ამაში, ხა რაზეც საუბრობთ, აი რამე რაღაც განსაკუთრებულ რესურსებს, განსაკუთრებულ მენეჯმენტს ითხოვს ეს? არ ითხოვს. ანუ ხო არის აი სტანდარტულ რაღაც თბილისის რომელიღაც გამზირზე, ყველა გამზირზე რატო რომელიღაც ისიც ცოტა ისეთ ნათქვამია. ყველა გამზირზე, ყველა ქუჩა, თავარ ქუჩაზე ხო არის ერთ სტანდარტულ корпуსში 3-4 აფთიაქი. ხომ ასე? ქუჩაში რო გახვალ, პირველი რაც ხდება არის აფთიაქი, მერე ბანკი. ყველა корпуსში. ლომბარდი აფთიაქი. ხო, აი ეს რაღაც. იყოს კიდევ ერთი, ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რომ დავხუროთ ეს ბანკები და აფთიაქები. არა, კაცო, იყოს კერძო სექტორიც, კი ბატონო, არავინ ხელს არ უშლის, მაგრამ მოდი მეოთხე, აი თუ არის 3 აფთიაქი სტანდარტულ корпуსში, იყოს მეოთხე სოციალური აფთიაქი, სადაც შეღავათიან ფასებში გაიყიდება წამლები ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა არის ამაში რთული, მითხარი? აი უბრალოდ აი ლოგიკური არგუმენტი ვინმემ დამისახელოს, რატომ არის ეს შეუძლებელი. ასე მუშაობს შვედეთში. 10 წელია უკვე. ჩვეულებრივად მუშაობს და ითვლება ყველაზე ეფექტურ მოდელად. ეს კომისიის წარმომადგენლები ჩაბრძანდნენ შვედეთში, მე დარწმუნებული ვარ, მათ გაუზიარებენ ამ გამოცდილებას და აი ზუსტად ერთ-ერთია გასაკეთებელი აქ. და ეს პრობლემა მოგვარდება. ეს პრობლემა არ იქნება. სერიოზულ შეღავათს გაუკეთებთ ჩვენს მოქალაქეებს. მაგრამ ეხლა მოდი გადავიდეთ, რატომ არ გაკეთდება ეგ? იმ მარტივი არგუმენტის გამო, რომ ეს ბიზნესი, რომელიც 10 წელია უკვე საქართველოში დამკვიდრებულია, პირდაპირ ასოცირდება სამთავრობო ჯგუფებთან, სამთავრობო წრეებთან. ეს ხალხი, შემთხვევითი ხალხი არავინ არ არის, ხო, ამ სააფთიაქო მონოპოლიების უკან კონკრეტული ადამიანებიდან, კონკრეტული სხვადასხვა კლანებთან დაკავშირებული და კონკრეტულ სახელები და გვარები ამ ყველაფერში და ეხლა ეს ხალხი თავის თავს ხო არ დააკლებს. ეს ხალხი ამათვის საქართველოს არის უბრალოდ ფულის შოვნის ასპარეზი. ამიტომ სანამ ეს მიდგომა, მე მაგიტომ ვთქვი, რომ ძალიან ეჭვმეპარება, რომ რეალურად მოხდება რაღაცა სიღრმისეული ცვლილებები ამ კუთხით. და მე მგონია, რომ ეს არის ყველაფერი ფასადური საუბარი. რეალურად ის რეფერენტული ფასებიც იქნება ძალიან ზედა ზღვარზე.